მოგესალმებით მეგობრებო, ეს არის ბროების მორიგი ეპიზოდი, ჩვენ ვაგრძელებთ და მოდი თან ვაგრძელებთ, მადლობა გადავხადოთ ჩვენს პირველ სპონსორს და მხარდაჭერ კომპანიას, რომელიც არის WhiteBit Georgia, ევროპაში უდიდესი ცენტრალიზებული კრიპტო ბირჟის WhiteBit Global-ის სანდო პარტნიორი საქართველოში და ხო, იმედია კიდევ გამოჩნდებიან და გამოჩნდებიან. კარგი, დავიწყოთ. 2 1 4 კითხვა რა იყო? რამდენჯერ აღიხსნია სიყვარული გოგოსთვის? 1 კი, ერთი თიკა იყო, ერთ-ერთი ვისაც მე სიყვარული აქვს. ბავშვობაში სიყვარული არა, 1 წუთი. სიყვარული აღიხსნე ბავშვობაში არავისთვის გითხოვს, გოგოსთვის მიყვარხარო. არა. Really? არ მჯერა. მოგჯერა. 4 ვინ 4? კოსტას იმჯერა რა რაღაც. 4-ისთვის მithქვას, მიყვარხარ თქო. კოსტა გახსოვს როგორ აუხსენი სიყვარული? კი, ყველაზე მახსოვს. პირველზე მახსოვს, ცოტა ბუნდოვნად, იმიტომ რომ ძალიან ადრე იყო, მაგრამ დანარჩენი სამი მახსოვს. და სიყვარულის ახსნას რამდენჯერ მოყვა ის რაც გინდოდა? ანუ ამ 4-ვეჯერ მოყვა. მართლა? ანუ სიყვარული, ანუ არ დაუფრენზონები ვარ არავის ისე რომ მეთქვას რომ მიყვარხარ თქო და უი არა მე არაო. ანუ 100%. მომწონხარზე მქონია კი, მაგრამ აი მიყვარხარზე არა. ანუ 100%-იანი შედეგი გაქვს. მიყვარხარში 100%-იანი შედეგზე გავდივარ კი ჯერჯერობით. ბოლო რამდენი წლის წინ იყო? 19-ი ან 18. ზუსტად არ მახსოვს, რომელი წელი იყო. ხო, ანუ დიდი დრო 18 იყო. 18. 18 იყო. 2018 წელი. ხო, ანუ საკამაოდ დიდი დროა გასული მას მერე. ვიშა შენ შემთხვევაში ბოლო როდის იყო? 21-ში, 2021-ში. პირველი? პირველი ვიყავი 15, უფრო 16 წლის. სკოლას ვამთავრებდი რა. მე მგონია რომ მიშა არის იმპოსტერი. იმიტომ რომ პონტი არა მეტი გექნებოდი. მე გიორგი მგონია იმპოსტერი, იმიტომ რომ რა ვიცი, ბავშვობაში ახლა სიყვარულის ახსნა ხო მაინც და მაინც წრფელ და ნამდვილ სიყვარულზე არაა საუბარი, აი ბავშვობაში არ უთქვამს არავისთვის რომ მიყვარხარო, მე არ მჯერა. ხო, არის, მე ჩემი სიმართლე ეს არის და როცა ხმის მიცემა იქნება, იმპოსტერი გაიმარჯვებს და ის ადამიანი მიცდება ნახავს. ამიტომ ხმის მიცემაზე გადავიდეთ. მოდი 3, 2, 1, გიორგი. მე არ ვიყავ იმპოსტერი, ჩემი კითხვა ეს იყო ზუსტად და ჩემი მართლა ერთი იყო და იმპოსტერი ვინ იყო არ ვიცი. მე მიშა მგონია ალბათ. მიშა ყოფილა იმპოსტერი. კოჩარ მიშა? ისე რამდენი იყო შენ შემთხვევაში? არ მახსოვს, ნუ 1-4 კი იქნებოდა, 3-4 უეჭველი იქნება. ვაგრძელებთ ჩვენი არხის გამოწერა, არ დაგავიწყდეთ, ეს უკვე მაგრა დავამუღამე, ჩვენი არხის გამოწერა არ დაგავიწყდეთ, სულ ვამბობ რა. კარგი, გადავედით შემდეგ რაუნდზე და ჩემი პასუხი არის პოდრიკი. დეინერისი. რემზი ბოლტონი. კითხვა რა იყო? ვოკალის თამაშების რომელი პერსონაჟი იქნებოდა? ჩემი პასუხი ძალიან კარგია და ჯერ არ ვიტყვი ჩემს ასე, მაგრამ ვინც იცის, ხო უეჭვე, შენ ხო იცი. კაი, ბევრი მიხვდება ამას თავისუფლად, ამიტომ ხო, მაგრამ თქვი მაინც მაყურებლისთვის. არ ვიტყვი. არა, პოდრიკი ვინ არის? ხო, პოდრიკი არა, ამოვანათებ პოდრიკი ვინ იყო და თვითონ დასერჩავენ და ნახავენ, ანუ ახსნა არ მინდა მართლა რა. ნახავთ და პოდრიკი ვისაც ნახია გიცის. შენ რემზი ბოლტონი მე მოგიდგები, მაგრამ მაინტერესებს მოძალადე ავადმყოფი რატო არჩე და შენ კიდევ დრაკონებს აკონტროლებდა. დრაკონს ბოლოს ჯონ სნოუს აკონტროლებდა. ბოლო სეზონი არ მაქვს ნახე ასე რომ. გეთქვა უბრალოდ ტარგარიანი მინდა ვიყო თქო რა მარტივი ხო ნუ ესე დავწერი ანუ დეინერი დრაკონებისგან. შენ მე ხო იცი რა უცნაურ პასუხებს რომ წერ ჩემი ის ცნობილია და რატომ ავარჩიე ეგ? იმიტომ რომ პერსონაჟს ძალიან დიდი აქვს გზა გავლილი. თუ გახსოვთ ვინ იყო? კი მახსოვს ბასტარდი ხო ბასტარდი იყო და ტიპა მიაღწია იმას რომ რაც თავის ოჯახში რაც შეიძლებოდა მაგაზე ყველაზე დიდ რაღაცას მიაღწია. კი მამამისი მოკლა. სიმართლე გითხრა მამა რომ მოკლა არ მახსოვდა, მაგრამ ის წითელწვიანი გოგო რო რა ქვია მაგას სანსა რო ცოლად ყავდა, ეგეც ყველაზე ლამაზი პერსონაჟი იყო. ამის პასუხები სულ გოგოებზე რატო გადის ვინ მე მეთქვი? ოკეი და რემზი ბოლტონი არჩე იმის გამო რომ ტიპი ავადმყოფი იყო, ჩვეულებრივ ეს ცნობილი კადრი რო არის, ხო იცი? ეს რო უჭირავს ხელში. და იმ საწყალს რა უქნა გრეიჯოი, ჯერ საწყალი არ იყო გრეიჯოი, მაგრამ ღირსიც იყო, მაგრამ კაი რა რემზიტო. მოკლედ, ხმის მიცემაზე გადავიდეთ, მოდი. თუ ეგრე დარწმუნებულები ხართ, ოკეი. არა, მე კოსტას ვაზრობ, მაშინ არ მოგცემ ხმას, просто რატო იცი ესეთი პასუხები ვერ გავიგე. ჯერ უფასოდ კლავ იმ მოყუც. მერე ისა, მერე ესა, მაგრამ ნუ ქალი რახან არჩია, ამან მაგიტო ვაზრობ აი, ასულელეა, კაი. ნუ რა ქონა ეხლა ვაზრობ, თუ ეს არის და მოიგოს და შეერგოს და 3, 2, 1, მიშა. კოსტა. ყოჩა. ეს იყო? რა თქმა უნდა, რა რემზი ბოლტონი ხო არ მეღადა. აი ზუსტად ის დაგემართა რაც მე დავემართა. ტიპს ისე ბაზრობა, ბასტარდი, ავადმყოფი ის და ეგ უნდა იყოფილიყო. მიშა, შენი კითხვა რა იყო? შენი ნება რომ იყოს გოთის რომელ მთავარ პერსონაჟს მოკლავდი პირველად? რა თქმა უნდა.
და დამაჯერებლად გვიმტკიცებდა რომ ეგ იყო. მეგობრებო, თქვენ ამასობაში გამოგვიწერეთ სვანეთი. აჭარა. აჭარა. კითხვა რა იყო? რომელ კუთხის სამზარეულოა შენი ფავორიტი მეგრულის გარდა? აი, მეგრულის გარდა, კაი იყო უკვე. ჩვენმა პროდიუსერმა დააკონკრეტა მეგრულის გარდა, იმიტომ რომ სამივე მეგრელები ვარ და იცის რომ პირველი მეგრულს დავწერდით და მე უკვე საინტერესო პასუხებია წამოსული. აჭარა, სვანეთი. მე ახლა თუ შევწდები, ბოლომდე გამომყევი გეფიცები. მე თუ ახლა შევწდები, შეცდომაშიც ბოლომდე გამოყვე? ყველაფერში ჩემი გჯერა? მოკავ, შენ თუ ხარ იმპოსტერი, ძალიან სულელი გამოვდგები, მაგრამ არ ვარ. ძალიან დარწმუნებული ვარ, რომ ეს არის იმპოსტერი, იცი რატო? გახსოვს წინა ეპიზოდში რა თქვა? ჩემი საყვარელი საჭმელი ფხალის მერე რა არის? გახსოვს? აჭარული ხაჭაპურია. ხო. და სვანეთი დაწერა. მითხარი აბა სვანური კერძი რომელიც გიყვარს. კუბდარი. აუ, კაი ხო. მეტი? კუბდარი ეგ ეცეთ მეტი. მეტი. პირველად რო ვიყავი სვანეთში, მან დამალევინეს ყველა საუკეთესო ჩემ ცხოვრებაში რაც დამილევია, რაღაცა არაყი იყო, მაგრამ არ იყო არაყი. მიშა იქ ხო არ მოგაწევინეს, საუკეთესო რაც ცხოვრებაში მოგიწევია? კოსტა აჭარა რატო? აჭარული ხაჭაპური, მარტივია. მე საჭარო. თბილისში რამდენჯერ გთხოვე რომ წამო მეთქი, სადმე კაი აჭარული ვჭამოთ თქო. ეგ 4 ისტორია გვაქვს აჭარული. ჩემზე ვიტყვი, იმიტომ რომ ორივეს ერთი და იგივე გიწერია და სვანური მირჩევნია, იმიტომ რომ არის რაღაცა ველური. ანუ რაღაცა ის როგორი არის კუბდარი? ნამდვილი კუბდარი როგორია? ხო, ანუ რაღაცა სუნელები, რაღაცა ყველაფერი რაღაცნაირი, აი, როგორიც უნდა იყოს. და თან კაცური საჭმელები აქვს და რაღაცა. შეიძლება ქალებს დიდად არ მოწონთ სვანური სამზარეულო, მაგრამ მე ვგიჟდები პირადად. და სვანეთზეც ვგიჟდები. კი, სვანეთის აუცილებლობა არის. ულამაზესია, აი სვანეთი არის რაღაც, აი 60-ია ჩვეულებრივ, აი სვანეთი რომ მიყვარს ესე, რავი, კუბდარზეც ვაბუდებ, ძალიან მიყვარს. უბრალოდ ხო რა, რაღაც აჭარული. შენ რატო აჭარა? აჭარული ხაჭაპური. აჭარული ხაჭაპური, ეს გამოწავედი აქ და აი მეგრულის გარდაო რომ დაწერა თორე. თორე ეგრევე მეგრული იქნებოდა, ანუ აი. კი, ხო არა გადაო. კი, ყველას მეგრული გვეწერა. ხეხლა რა ვქნა? კარგი, 3, 2, 1, გიო. მიშა, მე არ ვიყავ იმპოსტერი. მე ვიყავი. ჩვენ -3-ზე ვარ და ჩვენ შორის გადაწყდება საჯელს ვინ გააკეთე. ღირსეულად მიდიხარ მიშა, ძალიან მაგარი არის ყოჩა, იმსახურებ ჯერჯერობით. ადიდასი. Nike. კითხვა რა იყო? შენი ფავორიტი სპორტული ბრენდი? ძალიან ბევრი ადამიანის ფავორიტი სპორტული ბრენდი არის Nike, ძალიან ბევრი. ბევრი სპორტული ბრენდი იცი? Puma, Nike, Jordan-ი, Adidas. Jordan-ი Nike-ში შედის, ანუ Nike-ის ნაწილია. კიდევ რა სპორტული რა ჩამოთვალე საკმაოდ. ბევრი არსებობს, მაგრამ ალბათ Nike, Adidas-ი ალბათ რაღაც ტოპში არის. მე Nike, იმიტომ რომ Manchester-ის ფორმებს აკეთებდნენ ძალიან კარგად, ძალიან მომწონდა და რაც Adidas-ი ყავს სპონსორი, მას მე არ მომწონს და ძალიან მარტივი მიზეზი მაქვს რა, ვერ ვიტან Adidas-ის ფორმებს. Nike-ის ფორმები ძალიან მომწონდა 2008 წლის United-ის ფორმა არის კლასიკა. შენ რატო Nike? იმიტომ რომ Nike მათია და Nike არის Adidas-თან შედარებით ძალიან მაგარია. დიზაინში ინდივიდუალურია, მაგრამ ხარისხით არ ჩამოუვარდება ერთმანეთს. ჩემი აზრით New Balance. აი, რატომ Adidas-ი რით ჯობია იმას? გერმანულია. მოდი ხმის მიცემაზე გადავიდეთ და მე მიშას ლოგიკით წავალ და ვის გასხვავებული პასუხი აქვს, მაგას დავადებ ხელს. 3, 2, 1, კოსტა. ყოჩახთ. ანუ შენ იყავ იმპოსტერი. კი. რა იყო შენი კითხვა? ყველაზე ნაკლებად რომელი სპორტული ბრენდის ტანსაცმელი მოგწონს? დარჩა სულ რაღაც 2 რაუნდი. ძალიან ახლოს მივიდივართ მე და კოსტა, მაგრამ ეგრეც არ არის მიშა, რომ ეხლა 2 რაუნდი წააგოს, მან დაერხელა. ჩვენი სუპერ რაუნდის დამსახურებით. ხო, მოდი დავიწყოთ. Spider-Man-ი. Spider-Man-ი 90-იანების წლები. ოკეი, კაი. კითხვა რა იყო? შენი ბავშვობის საყვარელი მულტფილმი? გეფიცები, დილაობი ძმაო, მაგით ბავშვი. მაგის გამო ვიღვიძებდი კი. ვიღვიძებდი, და Spider-Man-ისთვის მეყურებინა. ისე მევასებოდა Spider-Man-ის ეგ ანიმაცია მულტფილმი, რომ აი მაგის გამო ვიღვიძებდი, გაიცას მახსოვს აღნაგობა. Mary Jane-ი როგორ გამიყურებოდა ეგეც მახსოვს. Morbius, ჩვენ ლაპარაკობთ გუშინ. Morbius-ი პლუს ის ხვლიკი ძალიან კარგად მახსოვს. Venom-ი იყო ძალიან. Venom-იც კარგი იყო. და კიდევ ის ამივასებოდა, ისო იყო, გადაკვეთა რა ქონდა X-Men-ებთან. ხო, აუ ძალიან კარგი. მოკლედ აი. ყურება მომინდა. იმენა მეც. როგორ ყურება ისე კი არა რომ ეხლა დაждდა და უყურა. აი ეს ემოცია, აი გაღვიძებული რო ხარ მაგისთვის. ეხა ეგ. არა, ეგ შეუძლებელია, მაგრამ ნუ
ნოსტალგია რა მომენატრა. აი ახლა 1-2 წელი ალბათ თუ 3 გამოვიდა მაგის ვერსია ოღონდ უკეთეს ხარისხში, ანუ რაღაც 4K-ში დაარენდერეს რაღაცა და მართლა მაგარი რაღაცაა. უყურე? კი, ერთ-ორ სერიას უყურე და მე დავიკიდე, იმიტომ რომ ეს ემოციები მაინც ვერ მივიღე, იმიტომ რომ ეგ თქვი ზუსტად. მაგ ემოციებს ხა ვერც. მაგ ემოციებს ვეღარ მიიღებ სამწუხაროდ, მაგრამ მაინც ეგ ალბათ არ ვიცი ყველაზე მაგარი მულტფილმი იყო თუ არა, მაგრამ ეგ გამახსენდა ეგრევე. ჩვენს ვიდეოს ახლა ვინც უყურებს 90-იანების ბავშვები დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან დიდი ნოსტალგიით აივსეთ და კი, ძალიან კარგი იყო. აი ძალიან ხეთ ფილა წამოვიდა რა. არ აქვს აზრი ვინ იქნება იმპოსტერი, ჩვენი გავისწორეთ და მე ძალიან მარტივი ლოგიკით შენ გაძლევხმას, იმიტომ რომ ჯერთის და ყველა, ანუ ძალიან კარგი მიდიხარ და სადღაც უნდა წავა. ხო, კი. და ამიტომაც რა ვიცი. აი, მოდი ხმის მიცემაზე გადავიდეთ. 3 2 1 გიორგი არ ვიყავე. იმიტომ რომ მე ვიყავი იმპოსტერი როგორ. მე მოვიგე როგორც იქნა ძლივს, გადავრჩი ცოტათი. ჩემი კითხვა იცი რა იყო? რა? და ვთქვი ვიდეოში ჩემი კითხვა რაც იყო. რა თქვი? რომელი ანიმაციის გამო იღვიძებდი დილითო? და ეგ იყო ჩემი კითხვა ზუსტად. გადავედით გადამწყვეტ ბოლო რაუნდზე, -3 ქულიანზე და აქ გადაწყდება საერთოდ ყველაფერი და მოდი დავიწყოთ და თქვენ ამასობაში დაწერეთ კომენტარებში დამარცხებულმა რა გააკეთოს და თან ბარემ არხი გამოიწერეთ რა. ერთი წამის ამბავი. და ზარის ღილაკის გააქტიურებაც არ დაგავიწყდა. მეორე წამი არის ეგ. მაქსიმუმ ნახევარი წამი მიემატოს. იქვეა. იქვეა. 60%. 75%. 25. კითხვა რა იყო? გამოცდების დაახლოებით რამდენი პროცენტი გვაქვს გადაწერილი? ტრაგედია იცი რა არის ამ კითხვაში? მე და კოსტას რომ 50-ზე მეტი გადაწერილი გვაქვს. ეს იცი რაზე მეტყველებს კოსტა? გაზე. აი ის კი არ გამოვიდეთ ხა ხალხში რაღაც. გაუნათლებელი ტყუები, ხო? კი ბატონო. მოდი ვთქვათ, ჩვენი მიმართულება იმდენად არ მოგწონდა, რაზეც ვსწავლობდით და შეცდომა დაუშვით. მე კი გავიაზეთ რაღაც პერიოდის მერე. მაგრამ ხო უკვე გვიანი იყო რა და ალბათ არ ვიცი როგორ ვთქვა. მოკლედ თუ არ იცით რაზე ჩააბაროთ, მაინც და მაინც იურიდიულზე ნუ ჩააბარეთ. ხო რა პირდაპირ ვთქვი რა, სამართალზე არ ჩააბაროთ. მე და კოსტა სამართალზე ვსწავლობთ. არა, ჩააბაროს ვისაც აინტერესებს. ხო თუ 100% დარწმუნებული უნდა იყოს. კი ბატონო, არც ერთი აღარ ვართ იურისტები. ხო, კი გვეთყობა. იმის მიუხედავად, სესლის სამართალი ძალიან კარგად ვიცით ორივემ. ამის მიუხედავად, აი არ ვიცი. ეხლა წამოვა კომენტარები თქვენ გაუნათლებლებო რა მაგალითს აძლევთ გეთანხმებით ვინც დაწერს მაგას. პირველი ქვა იმან ისროვოს. ვინც უცოდველია? არა, უცოდველი არა. ვისაც ერთხელაც არ აქვს გადაწერილი. კარგი, მიშა, შენ რა გინდა მითხრა, რომ მარტო 25% გვაქვს გადაწერილი. თან ანუ ეს ითვლება ალბათ მარტო უნივერსიტეტი ხო არის. თან ჩვენ გვიწერია პროცენტები გვაქვს გამოყენებული. 3 2 1 მიშა. მიშა. შენი ყავი იმპოსტერი. კი, შენი კითხვა რა იყო? არაფერი. 10-დან 50-მდე. კარგი, კოსტა უკვე მეორეჯერ დამარცხდა. პირველი დავალება სასჯელი ძალიან კარგი იყო და მოდი გთხოვთ ახლა რა მე ისევ ეგეთი დავწეროთ. კარგები გამოუშვით რა. და მოდი ახლა გადავიდეთ უკვე წინა ვიდეოში დამარცხებულმა რა გააკეთა მაგ სასჯელზე. წინა ეპიზოდი როგორც ის მე წავაგე და მოვიდა სასჯელის დრო და აქ უკან იარაღით მე მუქრებიან რომ თქვიო ისო რა და ვიტყვი რა. სასჯელი არის ისეთი, სადაც ჩემი ბიუჯეტიდან ფული უნდა გადავიხადო, კონკრეტულად 500 ლარი და ამ 500 ლარს ვაძლევ თქვენ გაძლევთ, თქვენ და რაში გაძლევთ გეტყვით ახლა. მოკლედ ასეთი იდეა დამიბადა. გავაკეთოთ გათამაშება რა. ვაფასებთ იმ ადამიანებს, ედიტორებს, ვისაც ჩვენი მონაკვეთები ეპიზოდებიდან აღებული აქვს, ამოჭრილი აქვს და TikTok-ზე აქვს დადებული. უბრალოდ ერთი განსხვავება ამ გათამაშებიდან შეირჩევა გამარჯვებული, 3 გამარჯვებული შეირჩევა. პირველ ადგილოსანი მიიღებს 250 ლარს, მეორე ადგილოსანი 150 ლარს, მესამე ადგილოსანი 100 ლარს. წესები არის უმარტივესი, როცა ვიდეოს დადებთ, ბროები დათაგეთ. და ამასთანავე არ აქვს მნიშვნელობა რამდენ ნახვას დადებთ ან რამდენ მოწონებას. თავარია ედიტი, ვიდეოს ედიტი ჩვენ მოგვეწონოს და ედიტი ალბათ იცით ხო რა არის, ანუ ჩვენი მონაკვეთი ამოჭერი და დადეთ, ეგ არ ითვლება. ეგ არის უბრალოდ ჩვენი ვიდეო, რომელიც ჩვენი დამონტაჟებული, რომელიც ამოჭერი დადე. არა, უნდა იყოს ედიტი. ჩვენ ვლაპარაკობთ ძალიან ბევრ თემას. ეს იქნება ფილმები, ფეხბურთი, სპორტი, ისტორია თუ რა. შესაბამისად, შეგიძლიათ ძალიან კარგი გადასვლები, ედიტები გააკეთოთ. თუ გინდათ არჩევებს მოგცემთ, მაგალითად დავით აღმაშენებელზე კაი საუბარი იყო და შეგიძლიათ ჩვენი დაიწყოს ვიდეო, მერე ედიტი დაიწყოს. აი, ეს არის ედიტი. მოკლედ, სულ ეს არის დაგვთაგეთ და შევარჩევთ 3 გამარჯვებულს TikTok-ზე. დასაწყისში 500 ლარი აპრიზი, თუმცა ვეცდები შემდეგ ათამაშებებში ეს თანხა კიდევ უფრო გაიზარდოს. მე კი შეგახსენებთ, რომ ჩვენი მთავარი სპონსორი არის Whitebit Georgia, რომელიც გვერდში გვიდგას უკვე, დაიწყო მოყვება და იმედია დაგვეხმარება, რომ ეს თანხა კიდევ უფრო გავზარდოთ და უფრო მეტი ღირებულება და უფრო მეტი ჩავდოთ კონტენტში და მეტი გავათამაშოთ. მე კი წარმატებებს გისურვებთ, გამარჯვებული გამოვლინდება ან 2 კვირაში ან 3 კვირაში. აი შევხედავთ
რამდენი ვიდეო დაიდება, როგორ დაიდება.